მოგესალმებით ძვირფას მსვენელებო და მეგობრებო, მე ხა მინდა თქვენ შემოგთავაზოთ არხ Sansara Sudbis ვიდეოს თემით 28 აგვისტო თვარის დაბნელება თევზებში თევზების სახლში, ანუ თევზების ზოდიაქოს ტერიტორიაზე თვარის დაბნელება თევზებში ფინალი რომელიც შეცლის თქვენ ცხოვრებას. მაშ დავიწყოთ. პირდაპირ ამ მომენტშიო, როდესაც შენ უყურებო ამ ვიდეოს, შენი მყოფებიო ერთ-ერთი იშვიათი ასტროლოგიური მოვლენების შუაში, რომლებიც ხდება ბოლო აწლეულის განმავლობაში. ამ მოვლენების შუაგულში. დაბნელების დერეფანი გაიხსნა 12 აგვისტოს და დაიხურება 28 აგვისტოს. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის რეალური ასტროლოგიური მექანიკა, რომელსაც აქვს ზუსტი კოორდინატები და აბსოლუტურად კონკრეტულად მოქმედებს ყოველზე ჩვენთაგანზე, ვინ ცხოვრობს ამ პლანეტაზე ამჟამად. ხალხის უმრავლესობა ვერ ამჩნევს დაბნელების დერეფნებს. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ ამ დღეებით, როგორც ჩვეულებრივი დღეებით, შეიძლება ცოტათი ღელავენ, ცოტათი მათი ცხოვრება სავსეა მოვლენებით, ცოტა ემოციური ამორქვევებით და ამ მოვლენებს, ამ ასე ვთქვათ, მდგომარეობას ისინი აწერენ დაღლილობას, ამის შემთხვევითობას, მაგრამ შემთხვევითობა აქ არ არის, არ არსებობს. რა ხდება? შენ თავს ამ თვეში ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ყოველთაგანი ცხოვრებისა. მოდით გავარჩიოთ თუ რას ნიშნავს დაბნელების დერეფანი. სინამდვილეში, იმიტომ რომ აქ მთავარია გაიგო მექანიკა. დაბნელება ყოველთვის ხდება დაწყვილებულად. ეს არ არის დამთხევა და ან ბუნების ულამაზო სიმეტრია. ეს არის იმის შედეგი, თუ როგორ არის მოწყობილი მთვარის ორბიტალური გეომეტრია. დედამიწის და მზის აგრეთვე ორბიტალური გეომეტრია. ამ ორი დაბნელების შორის არის შუალედი 2-დან 6 კვირამდე. და ამ შუალედს მეცნიერები უწოდებენ დერეფანს. ანუ დერეფანი ყოფილა ის შუალედი, რომელიც იქმნება ამ დაბნელებებს შორის. ამ შუალედს უწოდებენ დერეფანს. და იმიტომ კი არ უწოდებენ დერეფანს, რომ მისში აუცილებლად ხდება რაღაც საშიში ან უცვლელი რამე მოვლენა. არა. იმიტომ რომ ორივე დაბნელების ენერგია მოქმედებს ერთდროულად. აპატიეთ, ვერ დავაყენეთ ჩემ გემოზე ესე. პირველი უკვე გაიღო, მეორე ჯერ არ დახურულა და ბუკვალურად შენი მყოფები ორი უძლიერესი ასტროლოგიური მოვლენებს შორის და ორივე ახდენენ გავლენა შენ ცხოვრებაზე პირდაპირ ახლა ამ წუთში ყველა მხრიდან სხვადასხვა ძალით, სხვადასხვა თემებით
აი ეს არის ზუსტად ის დერეფანი. კარიბჭე თავისი შესასვლელით და გამოსასვლელით. და ის, რასაც ჩვენ აკეთებ ამის შიგ, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გაიგო თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული დერეფანი. ის მხოლოდ იშვიათი კი არ არის, არამედ ის არის მოწყობილი, რომ მისი ორი პოლუსი, ეს არის ორი აბსოლუტურად საწინააღმდეგო ნიშანი, ზოდიაქოს ნიშანი, აბსოლუტურად საწინააღმდეგო ამოცანებით. მზის დაბნელება, რომელიც მოხდა 12 აგვისტოს ლომის ნიშანში, მთვარის დაბნელება, რომელიც მოხდება 28 აგვისტოს თევზებში, ეს არ არის მხოლოდ ორი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანი, ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო, ორი სხვადასხვა მეთოდი არსებობისა, ორი პოლუსი ერთ და იგივე საკითხისა იმაზე თუ ვინ ხარ შენ ან რისთვის ხარ აქ. ლომი ამბობს, აჩვენე შენი თავი, თევზები ეკითხებიან, რისთვის? ლომი ყვირის, მე ვარ. თევზები დუმლარიან და ელოდებიან, როდესაც შენ თვითონ გაიგებ, რისთვის ხარ აქ. ამ ორ საკითხებს შორის არის 11 დღე შენი ცხოვრებისა და ის თუ როგორ იცხოვრებ შენ ამ პერიოდში, როგორ მოიქცევი შენ ამ პერიოდის განმავლობაში, გადაწყვეტავს შენ შემდეგ ასე ვთქვათ მოქმედებას შენი პირადი ციკლისა. ზუსტად ეს 11 დღე წყვიტავენ ყველაფერს. ესე იგი, მზის დაბნელება უკვე მოხდა 20 გრადუსით ლომის ნიშანში. ხო, მოხდა 12 აგვისტოს. მთვარის დაბნელება 4 გრადუსით და 51 წუთით თევზების ნიშანში. და სუბიანური სიმბოლური სისტემის მიხედვით ითვლება როგორც მე-5 გრადუსი. პიკი ამ დაბნელების მოხდება მოსკოვის დროით 7 საათზე და 12 წუთზე. ანუ ჩვენი დროით 8 საათზე და 12 წუთზე, 28 აგვისტოს. და დაიმახსოვრიო ეს ორი წერტილი. ნუ ლომის უკვე ეს გავიდა, იმიტომ რომ მოხდა მზის დაბნელება. ასტროლოგიაში ყოველი გრადუსი, ზოდიაქოს ყოველი გრადუსი, ეს არ არის უბრალოდ ციფრი, ეს არის თემა, ეს არის კონკრეტული სიმბოლო, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, თავისი სიზუსტე. სისტემა სუბიანური სიმბოლოებისა, რომელიც შეიქმნა 1925 წელს, ანიჭებს ყოველ მათანგას 60 გრადუს ზოდიაქალური წრისა ცალკე სახეობისა მოკლე სცენას, რომელიც აღწერს ამ გრადუსის არსს სიზუსტით ვიდრე სხვა ახსნა. ლომის 20 გრადუსი ეს ის არის, საიდანაც მოვიდა იმპულსი 12 აგვისტოს. ამ გრადუსის სახეობა ჩვენ ახსენით წინა ვიდეოში. ქათმები მოჭრილი ფრთებით, რომელიც მაინც ცდილობენ აფრენას, ამდაგვარი სიტუაცია. ეს შეზღუდა, რომელიც ვერ აჩერებს მოვლენას. ცდილობა შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია. ზუსტად ეს იმპულსი, ცდილობა აფრინდე იმის მიუხედავად, რომ რაც იყო ჩადებული დერეფნის დასაწყისში მე-5 გრადუსით თევზების ნიშანში. ეს ის არის, საითაც მიყავხარ დერეფანს და სულ სხვა ასე ვთქვათ ხატია, ეკლესიური
ბაზრობა პირველი ისე რომ შეხედო ამ საკითხს დერეფან და ბაზრობას შორის არაფერი საერთო არაა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის შემთხვევა, როდესაც სობიანური სიმბოლო მუშაობს პირდაპირ კი არა, არამედ ფენის გავლით. ეს ბაზრობა, ასე ვთქვათ, არის ადგილი, სადაც ხალხი სხვადასხვა ფასეულობებით, სხვადასხვა ისტორიებით, სხვადასხვა თვალსაზრისით ცხოვრებაზე მოდიან ერთი ჭერის ქვეშ, ამიტომ უწოდებენ ამას ბაზრობას. მაგრამ რომ არ ვიკამათოთ და რომ არ ვამტკიცოთ რაღაცა და არამედ რომ თვლა-გამოცვლა გავაკეთოთ და ეს იქნება კეთილსინდისიერი ცვლა და არა საკუთარ თავში ჩაკეტვა, ეს არის ფინალური თემა მთელი დერეფნისა. ლომმა დაიწყო პირადად შენზე საუბარი, შენ ხმაზე, შენ ავტორობაზე, შენ უფლებაზე იყო ღია. თევზები ამთავრებენ ამ საუბარს შეკითხვით და რისი მოცემას უпростоროდ რას გაიმეტებს შენ სამაგიეროდ, რა მოგაქვს შენ სხვებისთვის. ეს არის კორიდორის დუგა 12 რიცხვიდან 28 რიცხვის ჩათვლით. ანუ შეკითხვისაგან ვინ ვარ მე, რისთვის ვარ მე აქ. სხვებისთვის და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც მინდა დავაფიქსირო პირდაპირ ახლა, როდესაც ჩვენ საუბრობთ თარიღებაზე და გრადუსებზე, დაბნელების გავლენა არ იზღუდება ერთი დღით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დოგმა. ხალხი ფიქრობს, რომ დაბნელება მოხდა და ის მომენტი წავიდა. შეიძლება ამოვისურთქო, ხო? არა, მასე არ ხდება. ასტროლოგიური ტრადიცია ამბობს იმაზე, რომ მზის დაბნელებას უკავია თავისი იმპულსი 6 თვემდე. თუ არის დაბნელებას კი აქ ვერ გავიგე რა წერია. ესე იგი 12 აგვისტო არ არის წერტილი, რომელიც ჩაბარდა წარსულში, არა. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც იხსნება, ასე ვთქვათ, ვრცელდება პირდაპირ ახლა და ვრცელდებოდეს იქნება კიდევ დიდი ხანი, სანამ იმის შემდეგაც კი, უпростоრად იმის შემდეგაც კი, როდესაც დერეფანი ოფიციალურად დაიხურება 28-ში. ანუ მზის დაბნელება თავის იმპულსს ტოვებს დიდი ხნით. ანუ 6 თვის განმავლობაში ექნება გავლენა. მაგრამ კორიდორი დერეფანი იკეტება 28 აგვისტოს. იცი რა დაემართა იმ ხალხს, რომლებიც თვალს ადევნებდნენ მთელი სოფლიოს მასშტაბით უпростоრად იცით რა დაემართათ იმ ხალხს 12 აგვისტოს, რომლებიც თვალს არ ადევნებდნენ ამ მოვლენებს. მაგათმა იგზნეს ასე ვთქვათ ბიძგი. არა, მიწის რა არა, ფიზიკური ბიძგი არა, შიდა ბიძგი. სურვილი რაღაც შეცვალონ, რაღაც წამოიწყონ, ან თქვან ის, რა თმა დაუგროვდათ შიგ. ვიღაც მეატობა ძველი სამუშაო, რომელსაც ვერ იტანდა წლების განმავლობაში, ვიღაცამ დაწერა მესიჯი, რომელიც გაგზავნა ეშინოდა, ვიღაცამ ჩაიხედა სარკეში და პირველად ნახა იქ დაღლილი ადამიანი კი არა, არამედ ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს უფლება რამე დიდზე. ეს იყო პირველი პოლუსი დერეფნისა, ეს იყო ლომი. ახლა კი მე მინდა გავარჩიო თუ რა მოხდა 12 აგვისტოს ასტროლოგიური მექანიკის დონეზე, იმიტომ რომ გაიგო ბუნება პირველი პოლუსისა, უნდა გაიგო შეგან დერეფანი რასელის. მზის დაბნელება ლომის ნიშანში, ეს არ არის უბრალოდ ახალ მთვარე ლამას ნიშანში, არა, ეს არის მოვლენა,
რომელსაც აქვს კონკრეტული ასტროლოგიური სტრუქტურა. ლომი ეს არის მზის სიმბოლო, მზის ნიშანი. ესე იგი მზე აქ იმყოფება საკუთარ სახლში თავის მაქსიმალურ ძალაში და ზუსტად ამ მომენტში მთვარე მას ფარავს სრულიად. რამდენიმე წუთში დღის შუქი ხრება დღისით და ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ბუნებრივი მოვლენა. ასტროლოგიურ ტრადიციაში სრული დაბნელების მომენტი აღიწერება როგორც პაუზა ჩვეულებრივ მზის ენერგიის ჩვეულებრივ ნაკადში. არხი, რომლითაც ზე კვებას შენ პიროვნებას, შენ ნებას, შენ შეგრძნებას, მოკლე დროით წყდება, შემდეგ იღება ისე თავიდან, მაგრამ უყვე სხვა სიხშირეზე. ზუსტად ამიტომ მზის დაბნელებები ლომის ნიშანში მუშაობენ ძალიან მკვეთრად. ისინი არტყამენ პირდაპირ პიროვნების ცენტრს და რა გარემოებებს ამ პიროვნების გარშემო. ახლა რას ნიშნავს სიმბოლიკა 20 გრადუსი ლომში? აქ ხატება მუშაობს რამდენიმე დონეზე ერთდროულად. საბიანური სიმბოლო 21 გრადუსი ლვის ნიშანში ითვლება კლასიკური სისტემით. როგორც ქათმები მოჭრილი ფრთებით ცდილობენ აფრენას ამდაგვარად შეჩერდი ერთი წამით და წარმოიდგინე ეს ბუკვალურად. ფრინველი, რომელსაც მოჭრილია ფრთები, ცდილობს აფრენას მაინც. იმიტომ კი არა, რომ არ იცის ამ შეზღუდვების ამ შეზღუდვებზე, რომ შეზღუდული აქვს, რომ ფრთები მოჭრილი აქვს, შემოჭრილი. არა, იმიტომ რომ მისი შიდა იმპულსი უფრო ძლიერია. ამ ცოდნის შიდა იმპულსი უფრო ძლიერია იმაზე, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის ენერგია, რომელსაც მზის დაბნელება 12 აგვისტოს გარეთ გამოუშვა. მოძრაობა შენი შიდა ხმის საწინააღმდეგოდ, რომელიც გეუბნება, რომ რესურსები არ ყოფნის, რომ ის მომენტი არ არის, რომ ამას სხვები უკეთ აკეთებენ ვიდრე შენ რაღაცას ცხოვრებაში. არა, მესამე, ესე იგი, ლომის მესამე სახლით მართავს, სადაც არის წერტილი, დაბნელების წერტილი მარსი. ანუ ამ ლომის მესამე სახლს მართავს მარსი ამ წერტილში და ეს ნიშნულოვანია, რადგან მარსი ეს როდესაც მარსზე საუბრობენ, აქ საუბრობენ მოქმედებაზე, მომზადების გარეშე, ესე იგი, როდესაც ადამიანი წყვიტავს, თუმცა ზოგჯერ იმპულსურობასაც აჩენს. ბევრი ადამიანები 12 აგვისტოს და 12 აგვისტოს შემდეგ გზნობდნენ უცნაურ, ასე ვთქვათ, შეხამებას, შიშს და ერთდროულად სურვილს იმოძრავონ წინ. ეს არ არის ხასიათის შემთხვევითობა, ეს არის ასტროლოგიური ხელწერა ამ კონკრეტული წერტილისა. ახლა რაც ეხება კონფიგურაციას, რომელიც აკეთებს ამ დაბნელებას რაღაც უდიდეს მოვლენად, ვიდრე უბრალოდ პირად მოვლენად. წერტილი 20 გრადუსით ლომის სახლში დაბნელების მომენტში ჩამოაყალიბა, ამ წერტილმა ჩამოაყალიბა ზუსტი ტრინი მასთან შეფარდებაში, ესე იგი ჰარმონიული, ეგ ენერგიის ნაკადი იმპულს და
ამ დაბნელების იმპულსს და პლანეტის მოქმედებას შორის. უბრალოდ სიტყვებითო რომ ვთქვათო, მან გააქრო ბევრი შიდა ბარიერები, რომელიც ჩვეულებრივად ხელს უშლიან ადამიანს, მაგრამ ამის გარდა დაბნელება ჩაერთო დიდ ტვინში სამი მაღალი პლანეტებს შორის: ურანი, ტყუპებში, ნეპტუნი, ვათში, პლუტონი, მერწყულში. დიდი ტვინი ეს ნიშნავს ეს, როდესაც სამი პლანეტები განლაგებული არიან ერთმანეთისგან 120 გრადუსით და ქმნიან ჰოროსკოპში იდეალურ სამკუთხედს. ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ჰარმონიული კონფიგურაცია ასტროლოგიის ისტორიაში და ის რომ დაბნელების წერტილი მოხდა ამ სამკუთხედში, გადააქცია პირადი მოვლენა რაღაც უფრო მნიშვნელოვან რაღაცაში. ურანი, ტყუპებში ეს არის ტექნოლოგიები, ახალი ფორმატები კომუნიკაციისა, მოულოდნელი საინფორმაციო გარღვევები. ნეპტუნი, ვათში ეს არის ახალი სულიერი იმპულსები, იდეები, რომლებიც იბადებოდა ადრე, ვიდრე მათთვის იყო სიტყვა. პლუტონი, მერწყულში ეს არის სიღრმისეული გადარქმნა, სოციალური სტრუქტურებისა, კოლექტიური ტრანსფორმაცია, რომელიც ცვლის თამაშის წესებს ყველასთვის ერთდროულად და ყველა ეს სამი პლანეტა დაბნელების მომენტში უყურებდნენ მე-20 გრადუს ლომის სახლს. ანუ უпростоრად ლომის სახლის მე-20 გრადუს. ზუსტად იმ წერტილს, საითაც მთელი ეს ნაკადი შედის ყოველი თაგანი ჩვენგანის პირად ცხოვრებაში. ეს არ არის აბსტრაქცია, ეს ხსნის თუ 12 აგვისტოს რატო იგრძნობოდა ბევრისთვის არამედ როგორც ჩვეულებრივი დღე, არამედ და არა როგორც ლამაზი მოვლენა, არამედ თითქოს და ვიღაცა უხილავმა უცებ მოაბრუნა ხმის ასაწევი შენ საკუთარ ცხოვრებაში და ბოლო ეს არის პირველი პოლიუსი, რეზონანსური სახლი მზის დაბნელებისა ბუნებრივ ზოდიაქოში. მეხუთე ეს არის ხელოვნება, პირადი პროექტები, ყველაფერი რაც კი დაკავშირებულია იმასთან, თუ შენ როგორ ავლეს შენ საკუთარ თავს გარეთ. ბავშვები, როგორც გაგრძელება შენი საკუთარი თავისა და მეტაფორიული იდეები, პროექტები, ყველაფერი რასაც შექმნი და უშვებ სამყაროში. ზუსტად ამიტომ პირველი პოლიუსი დერეფნისა ჟღერს როგორც გამოდი, უჩვენე თავი, გააკეთე ის რის, რასაც შენ ხოლმე გადადებდი და ვერ წყვიტავდი, რომ ეს გაგიკეთებია ესე იგი გასამართლებელი სიტყვებით, რომ მე არ ვარ მზად. ლომი არ დაგელოდება, ლომი არ ელოდება იდეალურ მომენტს, ის ქმნის მას თვითონ. ახლა კი გადავდივარ მეორე პოლიუსზე. აქ ატმოსფერო იწყება სრულიად. თუ ლომი ეს არის პროჟექტორი, რომელიც მიმართულია გარეთ, თევზები ეს არის სიღრმე, სადაც ეს შუქი უბრალოდ არ ცდება. თუ ლომი ეს არის სცენა, თევზები ეს ის არის, რაც ხდება კულისებს მიღმა, როდესაც ყველა მაყურებლები გაიფანდებიან სახლებში, ეს არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხები სამყაროში დასწრების. მთვარის დაბნელება 28 აგვისტოს მუშაობს ზუსტად ამ ხარისხში, მაგრამ ჯერ თავარია იმის დაზუსტება, თუ როგორ მუშაობენ. მთვარის დაბნელებები პრინციპში მზის დაბნელებისგან განსხვავებით ისინი არ ტყამენ ნებაზე და იდენტურობაზე. მთვარის დაბნელება არ ტყამს ემოციებზე, შიდა მდგომარეობებზე, რადგან ჩვენ გრძნობთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვერ ხსნით ამას სიტყვებით. მთვარე ასტროლოგიაში ეს არის უგონო ჩვევები, პატერნები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ავტომატურად, არც კი დაფიქრდებით ისე, და როდესაც დედამიწა დგება მთვარის და მზის შორის, ზუსტად ამ დროს ხდება მთვარის დაბნელების დროს, ეს ავტომატიზმი მოკლე დრო იწყდება და ხდება ნათელი, რომ რა იყო ამის უკან დამალული. თევზები როგორც ნიშანი ამ ეფექტს აძლიერებენ. მრავალჯერ თევზები
მე-12 სახლისა ეს ზონა არის უგონო კარმისა ფარული პროცესებისა და იმისა თუ რაც წიფდებოდა დიდი ხნით და წყნარად და არაჩვენებდა თავს ზედაპირზე მთვარის დაბნელება თევზებში ეს არის გავს იმას თუ რომ ვინმემ უეცრად ჩართო შუქი ოთახში სადაც შენ დიდხანს იჯექი ამ ბნელ ოთახში პირველი წამები დისკომფორტი დაბნეულობა მაგრამ სახი შემდეგ სახი გონება მოდის ზუსტად ამიტომ უახლოეს დღეებში 28 აგვისტოსკენ ბევრი ხალხი იწყებს იმის ხედვას რისი შენიშვნა ადრე არ უნდათ ურთიერთობები რომლებიც ეყრდნობოდნენ მხოლოდ ჩვევებს სამუშაო რომელსაც ითმევდნენ რადგან ვერ გადაუწყვეტიათ შეეცვალათ სამუშაო თუ არა ოცნები რომლებმაც დიდი ხანი მიატოვეს ოცნები რომლებიც დიდი ხანის უკან მიატოვეს აი არასწორად გადათარგმნე ოცნები რომელზეც თქვენ ადრე ოცნებობდით და დაიწყეთ ეს ოცნები რადგან ვერ აისრულეთ და ეს ოცნებები მაინც აგრძელებენ მაინც იკავებენ ადგილს თქვენ გულში მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ რომ ეს ოცნები აისრულოთ თევზები არ ანგრევენ თევზები არ მოდიან დანგრევით შემომტრევით არ წალეკავენ ყველაფერს რაც შენ ისინი უბრალოდ ამ ყველაფერს როგორ გითხრათ ადნობენ ასე ვთქვათ რესტორნად რბილად მაგრამ შეუბრუნებლად ანუ ვერ დაიბრუნებთ იმას რასაც თევზები გააქრობენ ყველაფერმა დიდი ხანია ცხოვრისებული და დაკარგა მაპატია ჩემო ძვირფასო მსვენელებო დაურთქლი რომა ეკრანი სველი ხელი მოგიდე შემთხვევით და ახლა რომ გავწმინდო გამეთიშება და თავი დამომიწევს ვიდეო ჩაწერა ამიტომ მასე დავტოვე შენი ამოცანა ყოველი ჩვენთაგანი ამოცანა ამ დღეებში არ ჩავეჭიდოთ იმას რაც მიდის ოცი გრადუსი და 51 წუთი თევზების ნიშნებში ეს არის კოორდინატი მთვარის დაბნელებისა 28 აგვისტოს სორბიანული სიმბოლოების სისტემის მიხედვით ეს წერტილი ითვლება როგორც მე-5 გრადუსი თევზების ნიშანში და ეგრეთ წოდებული საეკლესიო ბაზარი ეს არის მოვლენა სადაც ხალხი ხვდება აბსოლუტურად სხვადასხვა ისტორიებს, სხვადასხვა ფასეულობებს, სხვადასხვა წარმოდგენებს სამყაროზე. და ამ დროს ისინი არ კამათობენ და არ იძიებენ ვინ არის მართალი და ვინ ტყვანი. ისინი უბრალოდ აწარმოებენ გაცლა გამოთვლას. ვიღაცას მოაქვს ის რაც გააკეთა თავისი ხელებით, ვიღაც იღებს იმას რაც სჭირდება, ვიღაცა უბრალოდ მოდის საყურებლად რომ ადამიანებს შორის იყოს და ყველაფერი ხდება ერთი სახურავის ქვეშ რაღაც დიდი ატმოსფეროში ვიდრე ვაჭრობა. დეინ რადი არის ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტატორი სორბიანული სისტემისა გახდა ამ სიმბოლოს როგორც რიტუალიზებულ სიმდიდრეს. აქ არა მხოლოდ გაღების აზრიდენა, გაღების მართლა კარის გაღების კი არა, შენგან რამის გაღების ვინმეს დახმარების აი ეს იგულისხმება აზრი იმის გაგებით რომ
ეს გაცლა გამოცვა ქმნის რაღაც საერთოს. ვიდრე შენ ერთი სად მივყავართ ამ დერეფანს? ამ დერეფანს არ მივყავართ არც იზოლაციაში, არც წყნარ თვით გაცნობიერების სიმარტოვეში, არც კეთილსინდისიერ გაცლა-გამოცლაში სამყაროსთან. ლომა დაიწყო საუბარი შენზე. ვინ ხარ შენ? რა გინდა? რა ხმა გაქვს? როგორი ხმა გაქვს? ანუ რა უფლება გაქვს თქვა რამე, ხო? და თევზები ამთავრებენ ამ საუბარს. და შენ რას აპირებ გააკეთო სხვებისთვის? ასეთ კითხვას ვამებ თევზები. იმიტომ კი არა რომ შენგიდან სხვერპლი გაიყო, იმიტომ კი არა რომ შენ შიშის გამო ხარ ხელგაშლილი, არა. არამედ იმ დამწიფებული ძალის გამო, რომელმაც იცის შენ რა გინდა. ნამდვილი ფასეულობა ნებისმიერი უნარისა ჩნდება მხოლოდ გადაცემის მომენტში. აი ეს არის მეორე პლუსი დერეფნისა და ზუსტად იქეთკენ მიწევ შენ პირდაპირ ახლა. არის იბადება ერთი შეკითხვა, რომელსაც დერეფანი უშვამს აბსოლუტურად ყოველს, ვინც გადის ამ დერეფანს. არც ზოდიაქოს ნიშანს, არც იმათ, ვისაც ძლიერი ლომი ყავთ რუკაში, არც იმათ, ვინც დაკავებული არიან ასტროლოგიით. არა, ყოველ ჩვენთაგანს და შენ ცხოვრებას ან სხვისი ცხოვრების ვერსიას, როგორიც უნდა იყოს, არ იჩქარო პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ხშირად ჩერდებიან ამ საკითხზე, ამჩნევენ თავის თავში რაღაც უხერხულობას, რომ რაღაც ნაწილი იმისათვის ისინი რას აკეთებენ ყოველ დღე, ეს არ არის მათი არჩევანი. ანუ საკუთარი ნებით არ აკეთებენ ბევრი ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ ყოველ დღე. ანუ იძულებულები არიან. ეს არის ათვისებული სცენარი, სხვისი მოლოდინები, რომლებიც გახდა ჩვევები, ზუსტად ამის შესახებ ამბობს საუბრობენ ლომი და თევზები. ასტროლოგიაში ღერძი ეს არის ყოველთვის წყვილი საწინააღმდეგო ნიშნებისა, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ დიალოგში. ისინი არ ომობენ, ისინი უბრალოდ დიალოგს იცავენ. ერთი პოლუსი მეორე პოლუსის გარეშე არ ვარგია და ღერძი, ლომი და თევზის ღერძი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სიხმსეული ღერძი ყველა ზოდიაქებს შორის, რადგან ის ეხება თვით ფუნდამენტალურ საკითხს კაცობრიობის არსებობისა. როგორ უნდა დარჩე შენი თავისაკუთარი ერთგული და ამავე დროს უბრალოდ როგორ უნდა იყო შენი თავის ერთგული და ამავე დროს დარჩე ნაწილი რაღაც დიდისა. ლომი ეს არის ნიშანი, რომელმაც იცის ვინ არის ის. ანუ და უნდა იცოდეს ვინ არის. ეს არის ავტორობის ნიშანი, ინდივიდუალობის ნიშანი, ხელოვნების ნიშანი. ლომი ამბობს, მე მაქვს ხმა, მე მაქვს ხმის უფლება, გამოვიყენო ჩემი ხმა. მე მაქვს ხილვა და მე ამ ხილვას განვასახიერებ. მე მაქვს ცენტრი და ამ ცენტრიდან მე მოქმედებ. ეს არ არის ამპარტავნობა, არ არის ეგოიზმი. ცუდ გაგებაში ეს არის ჯანმრთელი ძალა პიროვნებისა, რომელმაც იცის თავისი ფასი და არ საჭიროებს მუდმივ დადასტურებაში გარედან. თევზები კი არიან მოწყობილი სხვაგვარად. თევზები ეს არის ნიშანი, რომელიც გრძნობს ყველაფერს გარშემო.
არა მხოლოდ თავის საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. არა მხოლოდ ნამდვილი ახანდელი მომენტი, არამედ ისიც, რომ რაც ხდება ამ მომენტის ქვეშ. თევზები არიან გამჭრიახები. ისინი იჭერენ წვრილ, უთქმელ, რაღაც უთქმელ აზრს სიტყვებს შორის და ზუსტად თევზებში არის წაშლილი საზღვარი საკუთარი თავის და სხვების შორის, საკუთარი სურვილის და სხვების მოლოდინს შორის, საკუთარი ნამდვილი ოცნების და ლამაზი ილუზიას შორის, რომელშიც კომფორტულია, რომლის მიმარწმენა ჩვენთვის კომფორტულია, თევზებისთვის კომფორტულია. და როგორ მუშაობს ეს ღერძი, ლომი, თევზების ღერძი? დერეფანის შიგ მზის დაბნელება ლომის ნიშანში 12 აგვისტოს გააქტიურა პიროვნების პოლიუსი. მან დააყენა ყოველი ადამიანის წინაშე საკითხი, ვინ ხარ? შენ, როდესაც შენ არავინ გიყურებს, რაც აკეთებ შენ იმისთვის, რომ ხო, რაც აკეთებ შენ მოწონების გარეშე, უпростоრად აკეთებ თუ არა შენ რამეს, იმის გარეშე რომ დაუშვათ ელოდების სხვებისგან მოწონებას, ან აკეთებ თუ არა ამას აკეთებ თუ არა რამეს ფულის გარეშე, არა იმის გამო რომ შენ ეს გჭირდება, ან ასია საჭირო, არა. რას აკეთებ შენ მხოლოდ შენი საკუთარი თავის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ შენი სურვილი დევს ამაში. ხომ გამიგეთ? აი შენ ამას აკეთებ შენთვის, ხო? ეს ძალიან სასტიკი შეკითხვა. მით უმეტეს როცა შენ გთხოვენ კეთილსინდისიერად უპასუხო ამ შეკითხვას. თუ არის დაბნელება თევზებში 28 აგვისტოს სვამს შემდეგ შეკითხვას. ის იმ შეკითხვას, რომელსაც ლომი თავის თავს არასდროს არ დაუსვამს. რითიც არის ყველაფერი ეს საჭირო. თუ არა პრაქტიკული მიზნის აზრში, ან სიღრმისეული აზრის გამო, რომელიც არ იცვლება გარემოებებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს ორი დაბნელება მუშაობენ როგორც ერთიანი მთლიანობა. ლომი იძლევა იმპულსს, თევზები გვაძლევენ მიმართულებას. ლომი ამბობს, იმოქმედე, თევზები уточняют. აზუსტებენ. ჯერ გაიგე რისთვის აკეთებ ამას. და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე მინდა შენ გაიგო ამ ღერძის შესახებ. ის არ ითხოვს შენგან ქვეყნის არჩევას. ის არ ითხოვს ომს, ეს არ არის ომი პირადული და საერთო ასე თქვა მხრების შორის. შენ და სხვების შორის, მოქმედების და გაქრობის შორის, არა, ეს არის მოწვევა როგორ გითხრათ, დაიჭირო მყარად ეს ორივე პოლუსი ერთდროულად. იმისთვის რომ კონდეს რაღაც რაც უნდა გასცე და იმისთვის რომ იყო საკმარისად ღია, რომ გესმოდეს ვის რა უნდა მისცე და რისთვის უნდა მისცე. რეალურ ცხოვრებაში ეს იგრძნობა ძალიან კონკრეტულად. ადამიანი, რომელიც იმყოფება ამ ღერძის ბალანსში, აკეთებს თავის საქმეს, ქმნის
თავის აზრს გამოხატავს და არ კარგავს კავშირს იმათთან, ვისთვისაც ამას აკეთებს. ის არ ხრება აუდიტორიაში, ის არ განმარტოვდება მისგან, ის რჩება თავის საკუთარ თავად და ამავე დროს რჩება კონტაქტში. ეს არის ძალიან ასეთი თქვათ დაწვრილებითი მაღალი დონის ბალანსი. და ამ ბალანსისკენ მივდივარ ჩვენ ამ 11 დღის განმავლობაში. და კიდევ არის ერთი ფენა, რომლის დასახელებაო მე მიდაო ცალკე. კაბალისტიკურ ტრადიციაში ლომის ნიშანი ეკუთვნის ცხოვრების ხეზე ტიფერეტის სფეროს. ტიფერე ეს არის ცენტრალური წერტილი მთელი მისი სტრუქტურისა, ამ სიცოცხლის ხის სტრუქტურისა ცენტრალური ნაპირი. ტიფერე მას უწოდებენ ადგილად, სადაც იბადება ნამდვილი მე, როგორც გაცნობიერებული მომწიფებული ინდივიდუალობა, რომელმაც გაიარა ურთიერთ ასე ვთქვათ საწინააღმდეგო სინტეზი და მეტი არ ეშინია არც თავისი ძალის, არ თავისი სუსტი წერტილების თევზები ამ კატეგორიას ეკუთვნიან. ლომი და თევზების ღერძი კაბალისტიკურ გაგებაში ეს არის ღერძი პიროვნების ცენტრ და იმის შორის, რაც იმყოფება ამ ცენტრის მიღმა. ერთმანეთს შორის როგორც ცალკე წერტილი და საკუთარი თავისთან როგორც ნაწილი უსაზღვრო მთლიანობისა, იმათ შორის რაც შენ ხარ და იმათ შორის რისი ნაწილი ხარ შენ. დერეფნის ამ დაბნელების დერეფნების 12-დან 28 აგვისტოს ჩათვლით 11 დღე, როდესაც შენ გთავაზობს იცხოვრო ამ ორივე ღერძის ცხოვრებით. ერთი კი არ უნდა აირჩიო, არამედ აირჩიო ერთდროულად ორივე და შენ შიგ ნახო წერტილი, სადაც ისინი ატირებენ ერთმანეთის წინააღმდეგობას. ეს არ არის უბრალო ამოცანა, მაგრამ ეს უბრალოდ ის ამოცანა, რომელსაც აქვს აზრი. ახლა ფონი. აქ სურათი ხდება უფრო მასშტაბური, 3 პლანეტა პირდაპირ ახლა მოძრაობენ, ესე იგი, უკანა მხარეს, საწინააღმდეგო მხარეს, ფიზიკურად არა. ეს ყოველთვის შეიძლება შემოწმო, იმიტომ რომ რეტროგრადობა ეს არის ოპტიკური ეფექტი, რომელიც იქმნება პლანეტების მოძრაობის სიჩქარის სხვაობაში, რომელიც იქმნება პლანეტების და დედამიწის მოძრაობის სიჩქარის სხვაობაში თავიანთ ორბიტებზე. მაგრამ ასტროლოგიურად რეტროგრადული პლანეტები, ესე იგი, როგორ გითხრათ, აბრუნებენ ამ თავ ენერგიას შიგ. ესე იგი, ამ რეტროგრადული პლანეტების ენერგია ბრუნდება შიგ. შებრუნდება შიგ. ისინი მუშაობენ გარეთ კი არა, არამედ შიგ. ისინი არ მუშაობენ შენ გარშემო მოვლენების გავლით, არა. ეს ყველაფერი ხდება შენ შიგ. სატურნი ახლა არის რეტროგრადული, ნეპტუნიც არის რეტროგრადული, პლუტონიც არის რეტროგრადული. და მთელი ეს დაბნელების დერეფანი, ეს დრო 12-დან 28 აგვისტოს ჩათვლით გადის ზუსტად ამ სამაგი რეტროგრადული ფონის ქვეშ.
მოდით გავარჩიოთ ყოველი ამ პლანეტებისაგან განცალკევებულად, რადგან ყოველი უმატეს თავის კონკრეტულ ფენას საერთო სურათს. სატურნი ეს არის სტრუქტურის პლანეტა, პასუხისმგებლობის პლანეტა, ხანძლივი მშენებლობის პლანეტა. პირდაპირ მოძრაობაში სატურნი აშენებს რეტროგრადულში კი ამოწმებს, ის უბრუნდება იმას, რაც უკვე აშენებულია და სვამს უხერხულ კითხვას. და ის სინამდვილეში დგას მყარ საფუძველზე და ან შენ უბრალოდ მიეჩვი ამ კონსტრუქციას და დიდი ხანია მიატოვე იმის შენიშვნას, რომ იქ არსებობს ბზარები. რეტროგრადული სატურნი დაბნელების დერეფნის შიგ ეს არის ვალდებულებების გადახედვის დრო. არა იმისთვის, რომ ყველაფრისგან თქვათ ვარი, არა იმისთვის, რომ გაიგოთ სინამდვილეში შენ გიდა თუ არა მშენებლობის გაგრძელება, თუ ეს ყველაფერი, რაც შენ ცხოვრებაში ხდება, ინერციაზე დგას. ნეპტუნი რეტროგრადში მუშაობს უფრო დაწვრილებით. ნეპტუნი არის ილუზიების პლანეტა, იდეალების პლანეტა, სადაც საზღვრები ქრება. პირდაპირ მოძრაობით ის ქმნის ნისლს, ლამას, აღთოვანებულს, ზოგჯერ მატყუარას. რეტროგრადში ეს ნისლი იფანტება, ამიტომ რეტროგრადული პერიოდის დროს, ამ რეტროგრადული ნეპტუნის პერიოდის დროს ხალხი იწყებს იმ სიტუაციების ხედვას და ამ ურთიერთობების ხედვას, როგორებიც ისინი არიან სინამდვილეში და არა ისეთანაირად, როგორც სურდათ თავისი თავი და ეს მოვლენები ენახათ. ეს ხშირად ძალიან მტკივნეულია, მაგრამ სამართლიანია და მთვარის დაბნელების თევზებში, ამ მთვარის დაბნელების თევზებში, ამ კონტექსტთან დაკავშირებით ნიშნები, რომლებსაც მართავს ნეპტუნი, იქ ეფექტი მრავალჯერ ძლიერდება. პლუტონი რეტროგრადში ეს არის სიღრმისეული ფენა. პლუტონი მუშაობს იმასთან, რაც არის განაგებული ზედაპირის ქვეშ ჩრდილოვან სტრუქტურებთან, ფარულ ხელისუფლებასთან და იმასთან, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ გაუცნობიერებლად, ან ფიქრობთ, რომ ვაკონტროლებთ. რეტროგრადში პლუტონი აბრუნებს ამ პროცესში, ის აჩვენებს, რომ შენ თვითონ იჭერ შენ თავს საზღვრებში, რომლებიც შენთვის გახდა ძალიან, ასე ვთქვათ, შევიწროებული, სადაც ცლებების სადაც შიში ცვლილებების წინაშე შენ გაჩერებს და შენ კონტროლს ებღაუჭები იქ, სადაც უნდა გაუშვა ეს კონტროლი. სამი რეტროგრადული პლანეტები ერთდროულად ამ დაბნელების დერეფნის შიგ, ეს არის არაშემთხვევითობითი ასტროლოგიური ფონი, ეს არის არქიტექტურული გადაწყვეტილება, ცა ბუკვალურად ანელებს გარეთა ტემპს, იმისთვის, რომ განთავისუფლოს ადგილი შენში, შენი შიდა მდგომარეობისთვის, იმისთვის, რომ შენ არ ქონდეს დრო ამ დაბნელების იმპულსი იცხოვრო, არამედ შენ ქონდეს დრო ეს გადაიმუშავო, გაიაზრო, ამას გაუკეთო ინტეგრაცია, ეს ხსნის იმ უცნაურ შეგრძნებებს, რომ რასაც ბევრი აღწერს ამ დერეფნის დღეებში. თითქოს დრო მიედინება სხვაგვარად, თითქოს მოვლენები ხდება, მაგრამ პარალელურად მიდის რაღაც სხვა პროცესი, უფრო ნელი და უფრო მნიშვნელოვანი. ეს არ არის ილუზია, ეს ზუსტად ისაა, რაც ხდება. რეტროგრადული პლანეტები ამბობენ ერთს, არ იჩქარო დაიწყო ახალი. სანამ
არ გაირკვევი ძველში. იმიტომ კი არა რომ ახალი ცუდია, არამედ იმიტომ რომ ახალი წამოწყებული საქმე ძველი საქმის დაწონის გარეშე, ანუ შენი ძველი მარტო საქმე კი არა, ყველაფერი რაც სიძველეს ეკუთვნის, ეს უნდა დაწონო. რადგან შენ თუ ამას, ამ ძველ, ყველაფერ ძველს, რაც შენ გიშლის წინ წასვლაში არ გაიაზრებ და არ გავშვებ და შენ თითქოს და რამეს ახალს დაიწყებ, ეს ახალი მიეკუთვნება ყველა მხარეს, ბიზნეს, ჯანმრთელობას, ყველაფერს, რაც კი შენ ცხოვრებაში არის, მაგრამ შენ თუ თითქოს ეს ახალი წამოიწყე და ძველი პატერნები არ მოიცილე თავიდან, გამოდის რომ შენ თავიდან აღორძინე შენი ძველი პატერნები, ოღონდ შეფუთვა შეუცვალე. და დაბნელების დერეფანი ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც უნდა გაარღვიო ეს ძველი წრე. მაგრამ თუ შენ უბრალოდ კი არ გაირბენ დიდი სისწრაფით ამ შენ ძველ წრეს, არა. ეს ძველი წრე შენ უნდა გაარღვიო და ამ ძველ წრის, ასე თქვათ, ნარჩენები შენ უნდა გაიარო შეგნებულად, გაცნობიერებულად. არის ერთი მომენტი, პლანეტარული ფონი, მერკური აგვისტოს ბოლოს შედის ქალწულის ნიშანში და უცებ იწყებს შენელებას და ემზადება შემდეგი რეტროგრადულობისთვის, უკვე რომელიც უნდა მოხდეს ოქტომბერში. მერკური ქალწულის ნიშანში, ეს არის ნიშანი, სადაც ის გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში. ანალიტიკა, დეტალების სიზუსტე, კრიტიკული აზროვნება. ამ დღეებში აზროვნება ხდება უფრო წვავე, შენ ამჩნევ იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი. ეს კარგია გამოიყენო ანალიზისთვის, მაგრამ ცუდია გამოსწორებელი გადაწყვეტილებისთვის. პლანეტარული ფონი ამ კორიდორისა, დერეფნისა ამბობს ერთ და იგივე სხვადასხვა ხმებით. ეს დროა გაიგო და არა დრო რომ იმოქმედო. უნდა გააცნობიეროთო ყველაფერი და რაც შესაძლებლიაო, თავისით შეიძლებაო, როდესაც თქვენ ყველაფერს გააცნობიერებთო. იმიტომ რომ გაცნობიერება ეს არის უკვე ტრანსფორმაციის დასაწყისი. და შეიძლება იყოს ცოტა დისკომფორტული. რადგან ამ დაბნელების დერეფანს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. არიან ადამიანები, რომლებისთვის ეს 11 დღე 12 აგვისტო და 22 აგვისტოს ჩათვლით არის ფუნური ხმაური, მსუბუქი ღელვარება, საინტერესო პერიოდი. მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებისთვის ეს დერეფანი ბუკვალურად წარმოადგენს ბედის შემოbrunებას და განსხვავება პირველ და მეორე ადამიანებს შორის განისაზღვრება არახასიათის ძალით, არამედ არახასიათის ძალით და უიღბლობით. არა, ეს განისაზღვრება ადამიანის ნატალურ რუკაზე, სადაც არის აღნიშნული მთავარი წერტილები, იმიტომ რომ დაბნელება მუშაობს წერტილობრივად. ისინი ეძებენ კონკრეტულ გრადუსებს და როდესაც პოულობენ, არტყამენ ზუსტად იქ. მოდით ახლა გავარკვიოთოთ ეს დერეფანი ვისთვის რეზონირებს მაქსიმალური ძალით და დავიწყოთ მნიშვნელოვანიდან, იმისაგან თუ საერთოდ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს. დაბნელება ეს არ არის უბრალოდ მოვლენა ზეცაში, ეს არის მოვლენა ზოდიაქოს
კონკრეტულ წერტილში. მზის დაბნელება 12 აგვისტოს მოხდა ლომის ნიშანში 20 გრადუსით. მთვარის დაბნელება 28-ში მოხდება 4 გრადუსში და თევზების ზოდიაქოში, თევზების ნიშანში 4 გრადუს და 51 წუთზე. ანუ გრადუსები ხო გაყოფილია, ასეთი ჯოხები ხო მიდის. ანუ 4 გრადუსზე და მოხდება თევზების ნიშანში 4 გრადუსზე და 51 წუთზე. ეს ორი ძალიან კონკრეტული ასტროლოგიური მისამართია და თუ შენ რუკაზე, შენ პირად ნატალურ რუკაზე, რომელიც შეადგინეს შენი დაბადების დღის მომენტში, რომელიმე ნიშნულოვანი წერტილი, თუ იმყოფება ამ ნიშნულოვან ზოდიაქურ წერტილებთან, დაბნელება შენ გესაუბრება პირდაპირ. საერთო ჰოროსკოპით კი არა, და არა საერთო ზოდიაქოს ნიშნით მთლიანობაში არა. პირადად შენ სახელით მოგმართავს. და მასეთი ისე იგი მთვარე, მზე და ასცენდენტი და მერიდიუმი მიზნები. ეს არის მთავარი. ესე იგი პირადი პლანეტები მერკური, ვენერა, მარსი და ბოლოს მთვარის კვანძეები, რომლებიც თავისთავად დაკავშირებული არიან დაბნელების მექანიზმით და ყოველთვის აძლიერებენ რეზონანსს, თუ ნებისმიერი ამ წერტილებისგან არის განლაგებული დიაპაზონში 18-დან 23 გრადუსამდე, აი აქ იწყება ზონა მაქსიმალური მოქმედებისა ამ დერეფნისა, მაგრამ ნიშანს აქვს მნიშვნელობა, რადგან დაბნელებები მუშაობენ სხვადასხვანაირად, სხვაგვარად, იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ასპექტში ხდებიან შენი ნატალური წერტილები. პირველი ჯგუფი და ყველაზე მთავარი, ეს ისინი, რომლებიც მთავარი წერტილები განლაგებული არიან დიაპაზონში 18-დან 23 გრადუსამდე ფიქსირებული ჯვარისა. ლომი, მერწყული, კურო ან სკორპიონი. ფიქსირებული ჯვარი ეს არის 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ქმნიან ერთმანეთში პირდაპირი კუთხეების და ოპოზიციების კონფიგურაციას. დაბნელება ლომის ნიშანში 20 გრადუსზე ადამიანებისთვის ამ ჯგუფში, ვინც მუშაობს მაქსიმალური წნევის რეჟიმში, ცა ბუკვალურად გადახედავს ყველაფერს, ის რაც იყო ფეხმოკიდებული წლების განმავლობაში და მიატოვა მუშაობა, ეს ყველაფერი გაუხდება ნებისმიერ სფეროში, მე ხარ ჩამოვთვლი. და ამ ჯგუფისთვის ეს დერეფანი არის არასასიამოვნო პერიოდი, ეს არის ქირურგია, წერტილოვანი, საჭირო, სამკურნალო, მაგრამ მომენტში სიმამაცეს მოითხოვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოიცილო. მერწყურები, მათ ვისაც მთავარი წერტილები აქვენ მერწყულის ნიშანში 18-დან 23 გრადუსის ჩათვლით, მათი დერეფანი აქტივირებას უკეთებს ოპოზიციას მზის დაბნელების წერტილის შეფარდებაში. ოპოზიცია ეს არის სარკის ასპექტი, მაგრამ არა დარტყმა, არამედ ანარეკლი. ცა გვიჩვენებს რაღაცას სხვა ადამიანების დახმარებით, პარტნიორის დახმარებით, აუდიტორიის დახმარებით და მერწყულს ახლა შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მისი მეთოდი იყოს კოლექტივის ნაწილი, მისი როლი ჯგუფში ან გუნდში. ამ დღეებში უბრალოდ ახალი პრობლემები და ახალი ტვირთს დაიმატებთ თქვენ ცხოვრებაში. და ახლა ინტერნეტი გამეთიშა, ეს ვიდეო მქონდა ჩაწერილი, რაღაც დღეს ცუდად მუშაობს ინტერნეტი, ხო და
ნახავ ახლა რა კიდე რას ამბობს საინტერესოს მე ტექსტიდან ვთარგმნი იმიტომ რომ მე არ თურდება გამოტოვება რაც არა საჭირო ზედმეტებისაა და ამიტომ ინტერნეტი რო გაითიშება ის ტექსტი ქრება ყოველი ვიდეოს ქვეშ არის ტექსტი თუ ახალი დადებული არა და მე ამით სარგებლობ ნეტავ აქამდე მეკრა მაგრამ აქამდე არ ვიცოდი აქამდე ბევრი რამე არ ვიცოდი აქამდე ისიც არ ვიცოდი რომ შეიძლება და ჩაწერა შეგეწყვეტა ხილავსა და გიჭირა ხელი და ჩაწერა შეჩერდებოდა და შენ შეგიძლია რამე სხვა საქმე მომიჩი ანუ მომიჩი რაღაც გადაუდებელი საქმე გაგიჩნდა ხო იგიც არ ვიცოდი ხალხო და ადრე რომ ვიდეოებს წერდი ხომ არ ვიცოდი რომ უნდა დამიჭირა ახლა ხელა კიდე შემიჭერებინა და იმ ხელა მანძილებს ვაკეთებდი ვიდეო ჩაწერის დროს რა ვქნა არა იყოთ ის ვალდებულებები რაც თქვენ არ გეხებათ არ თქვათ დიახ იქ სადაც უნდა თქვათ არა ხო და ბოლოს იგნორირება არ გაუკეთოთო ნიშნებს რადგან დაბნელების დერეფნის პერიოდში რეალობა ხდება მოლაპარაკე ხდება უცნაური დამთხოვები საჭირო ადამიანი ჩნდება ზუსტად მაშინ როდესაც თქვენ მასზე ფიქრობდით შემთხვევით მოსვენილი ფრაზა პასუხობს იმ კითხვაზე რომელზეც პასუხი თქვენ ჯერ არ გქონდათ სიტუაცია რომელიც გეგონათ ჩეხში შესული უეცრად წყდება სულ სხვა გზით ეს არ არის галлюცინაციები და ეს არ არის მაგიური აზროვნება ეს ის არის რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ არჩევით აღთქმას და ამაღლებული ყურადღების მდგომარეობას როდესაც თქვენ ხართ განწყობილი საჭირო ტალღაზე თქვენ დაიწყებთ იმის შემჩნევას რასაც ადრე ვერ ამჩნევდით თუმცა ის იყო თქვენ გვერდით და თქვენ ამას ყურადღებას უბრალოდ არ აქცევდით ამ 11 დღის განმავლობაში იყავით ყურადღებით ჩაწერეთ ის რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია არ გავუკეთოთ ანალიზირება უბრალოდ დააფიქსირეთ სურათი თავისით აიწყობა და ამ დაბნელების დერეფნის ბოლო დღეს აგვისტოს როდესაც თქვენ წაიკითხავთ თქვენ ჩანაწერებს თქვენ გაგიკვირდებათ თუ რეალობა რამდენად სიზუსტით რეალობა რამდენად სიზუსტით მიყავდით თქვენ გზაზე თავარი ამას არ გაუკეთოთ იგნორირება ანუ შეგახსენებთ სულ 5 წეს რაც უნდა შეასრულოთ არ გაჩუმდეთ არ გაუკეთოთ იგნორირება ყველაფერს არ დაილოდოთ გადაწყვეტას პრობლემის გადაწყვეტას უпростоრად ნებართვას არ დაილოდოთ ნებართვას რომ რამე გააკეთოთ არ დათანხმდეთ არაფერზე შიშის გამო იგნორირება არ გაუკეთოთ ნიშნებს კარგით მე ხამაზე შევჩერდები მადლობა ყურადღებისთვის დროებით